სოფლიოში მშვიდობა მხოლოდ კოდს უნდა. Ყველა დანარჩენი სულ მუშტებსა და კუნთებზე იყურება. ზოგი რომელ კუნთზე და ზოგიც რომელზე. მდინარე ამაზონზე ამ დღეებში ამ კუნთმა ჩამოიარა. ფრიად გამორჩეულმა როგორც ხედავთ. ეს არის ინდიელთა ტომის მოჩიკას ნაყოფიერების ღმერთი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პერუს პრეზიდენტობის კანდიდატმა ვინმე არტურო ფერნანდესმა დაანახა კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პედროს. პრობლემა სიღრმისეულია. ორ ქვეყანას ყოფს მდინარე ამაზონი და კოლუმბიის პრეზიდენტმა ამას წინათ აღმოაჩინა, რომ კუნძული სანტა როზა, რომელიც ამ მდინარის შუაგულშია და პერუს ეკუთვნის, მათ სასაზღვრო ხელშეკრულებაში თურმე საერთოდ არაა ნახსენები. ანუ კოლუმბიას არასდროს უთქვამს თანხმობა, რომ ეს კუნძული უნდა იყოს პერუს ნაწილი. ხო და ახლა მწიფდება კონფლიქტი. ოღონდ სანამ არმია და არტილერია ჩაერთვება, საქმეში ჩაერთო ჩვენი კუნთიანი ღმერთი. თან არჩევნებია და ხომ იცით ამ პერიოდში რამდენი ასეთი ნაყოფიერების ღმერთი წამოყოფს ხოლმე თავს. ვიფიქრე, რომ საინტერესო გამოცდილებაა, გასათვალისწინებელი. ვისთან გვაქვს ახლა ჩვენ ტერიტორიული პრობლემა? ვინ არ ცნობს ჩვენს მიწას ჩვენად? ერთადერთი მეზობელი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი. მის ქვეყანასთან კი სამი მდინარე გვაკავშირებს. ფსოუს თავი დავანებოთ. დროებით მაგას ვერ მივწვდებით, მაგრამ უმარტივესად შეგვიძლია, რომ თუშეთის ალაზანსა და თერგს, რომლებიც საქართველოსთან მიედინებიან რუსეთში. გავატანოთ ჩვენი ღმერთები და რატომაც არა. და მე რამდენი გვყავს? დიდი თუ პატარა? მე მაგალითად შემოგთავაზებდით ქოცების უზენაეს ღვთაებასაც, ბორისის კერპს. გავაყოლო წყალზე ღმერთკაცი. ნახონ რუსებმა ჩვენ რა შეგვიძლია. თუ დაიტოვებენ თლათ უკეთესი, სულ მაგათ ჯანში იყოს.